შემდეგი თემა შეეხება პოლონეთს. 10 სექტემბერს რუსეთმა მასირებული შეტევა განახორციელა უკრაინის საჰაერო სივრცეში. ამასთანავე 20-მდე რუსული დრონი შეიჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც. მეორე დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოითხოვა ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე მუხლის ამოქმედება. ეს მუხლი უფლებას აძლევს ნატოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს ალიანსის საბჭოზე უსაფრთხოების საკითხი დააყენოს მაშინ, როცა მის უსაფრთხოებას ტერიტორიული მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. პოლონეთი და მთლიანად ევროპა დარწმუნებული არიან, რომ ეს საჰაერო იერიში შემთხვევითი არ იყო და რუსეთმა ეს მიზნობრივად გააკეთა. მალევე ნატომ დაიწყო ოპერაცია აღმოსავლეთის გუშაკი, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის რუსეთისა და ბელორუსის საზღვარზე ქვეყნების კიდევ უფრო გაძლიერებას. პოლონეთმა უკვე გადაისროლა ბელარუსის საზღვრებთან 40,000-მდე ჯარისკაცი და ევროპა ფიქრობს თუ რა გააკეთოს. მოკლედ ამ არხზე მე არაერთხელ ვიცავდი ევროპას და მხარს ვუჭერდი ევროპას, მაგრამ ეს არხი უნდა დარჩეს ობიექტური და ის უნდა ვთქვათ, რაც სიამოვნებაში ხდება. ჩემ ვიდეოში, სადაც ვლაპარაკობდი უკრაინის ომზე და სტამბულის მოლაპარაკებებზე, მე უკვე ახსენი, რომ ევროპა უამრავ თანხას გამოყოფს ჯარის განვითარებისთვის. ევროპას უნდა ისეთი ჯარის მობილიზაცია, რომ რუსეთმა არც კი იფიქროს, რომ შეუტიოს ევროპას და მთავარი დაბრკოლება ევროპას იქნება სისწრაფე. ევროპამ მალე უნდა იმოქმედოს ამ საკითხებში. სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. კი ბატონო, ფული გამოიყო და პოლონეთმა გადაისროლა 40,000 ჯარისკაცი ბელარუსის საზღვართან, მაგრამ არის საჭირო ისეთი მოქმედებები, რომლის გამოც რუსეთი მალევე გაჩერდება. სანამ გადავიდოდით იმაზე, თუ რა უნდა რუსეთს ევროპისგან, მოდით ვიფიქროთ, თუ რა უნდა გააკეთოს ევროპამ. რა თქმა უნდა, ევროპას შეუძლია დააიგნოროს ეს შეტევა და გააგრძელოს ჩვეულებრივად არსებობა, მაგრამ არანაირი გარანტია არ არის, რომ რუსეთი ესეთ შეტევას კიდევ ერთხელ არ განახორციელებს. შეიძლება უკვე სტრატეგიულ ობიექტებზე განხორციელდეს შეტევა და დაიბომბოს აეროპორტები, სადაც ჩამოდის უამრავი იარაღი, რომელსაც მერე პოლონეთი უკრაინას უგზავნის. ევროპა შეიძლება გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და უკრაინის საჰაერო დაცვა უზრუნველყოს იმ მიზნით, რომ თვითონ ევროპა აღარ დაიბომბოს. ამით უკრაინასაც ფინანსურად დაეხმარებიან და მასიური დაბომბვების დროს არც უკრაინა დაზარალდება და არც ევროპა, მაგრამ ამაზე რუსეთი როგორ უპასუხებს ევროპას არ ვიცი. რა თქმა უნდა, პუტინი ევროპას დაადანაშაულებს ესკალაციაში, მაგრამ არ ამგონია, რომ ევროპაზე საპასუხო მასობრივი დაბომბვა დაიწყოს. ფინანსურად რუსეთი მაგდენს ვერ გაგაჭიროს.